ეუთოოდირის საბოლოო დასკვნა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა. ამ და ქვეყანაში მიმდინარე სხვა პოლიტიკურ მოვლენებზე პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი გამართა. ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილსა და ოპონენტებს უპასუხა და კიდევ ერთხელ თქვა, რომ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. მთავრობის მეთაურის განცხადებებზე დეტალურად ახლა სალომე ქოქიაშვილი ისაუბრებს პირდაპირ ეთერში. სალომე, გისმენთ. თიხ როგორც მთავრობის მეთაური ამბობს, ეუთოოდირის დასკვნამ ხუთი ძირითადი ბრალდება გააბათილა, რომელიც ირაკლი კობახიძის თქმით უკავშირდებოდა მაგალითად ფარულობის მასობრივი დარღვევას, რასაც ეუთოოდირი არ ადასტურებს, ასევე მაგალითად გარეჩარევებს და ეგრეთ წოდებულ კარუსელებს, რომლებზეც მთელი თვის განმავლობაში, მათ შორის ბარიერა გადალახული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ძალიან აქტიურად საუბრობდნენ. როგორც პრემიერ-მინისტრი ამბობს, ხუთივე ძირითადი ბრალდება ეუთოოდირის დასკვნაში გაბათილებულია, შესაბამისად ახლა არ არსებობს საფუძველი ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნისა, მით უმეტეს იმ დროს, როდესაც მაგალითად დაწერილი იყო ამ საკითხზე საკონსტიტუციო სარჩელი და შესაბამისად საკონსტიტუციო სასამართლომ ეს სარჩელი წარმოებაში არ მიიღო. პირველი ბრალდება ეხებოდა გაჟონვას და ეს არავითარ არსებით თემად არ იქნა დაფიქსირებული. ეუთოოდირის ანგარიში რეალურად 76%-ში, უბნების 76%-ში საერთოდ ხმის ფარულობის კუთხით არავითარი პრობლემა არ დაუდგენია. ეუთოოდირს დანარჩენ შემთხვევაში დადგინდა მხოლოდ ცალკეული შემთხვევები, ანუ პირველი ბრალდება მთლიანად გაბათილდა, რაც ეხებოდა ხმის ფარულობას. რაც შეეხება იმიგრანტების მიერ ხმის მიცემას, ეს საკითხი საერთოდ არ მიიჩნია რელევანტურად ეუთოოდირმა, შესაბამისად ამ ნაწილშიც მათი ყალბი ბრალდებები მთლიანად იქნა გაბათილებული. მესამე კარუსელი გახსოვთ ამასთან დაკავშირებით განცხადებები, ბრალდება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს 300,000 ხმა იყო გაყალბებული ასეთი მეთოდებით, ასევე გახსოვთ სალომე ზურაბიშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ ზუსტად 17-ჯერ აძლევდა ერთი და იგივე ამორჩეველი სხვადასხვა უბანში ხმას. ამასთან დაკავშირებითაც ბრალდება თავიდან ბოლომდე იქნა გაბათილებული, საერთოდ არ მიიჩნია ეს საკითხი რელევანტურად ეუთოოდირმა, ამაზე საერთოდ არ არის საუბარი ეუთოოდირის დასკვნაში. რუსეთის შარევა, ესეც კიდევ ერთი ყალბი ბრალდება, არავითარი მინიშნებაც კი არ არის ამასთან დაკავშირებით ეუთოოდირის დასკვნაში. რაც შეეხება ძალადობასთან დაკავშირებით საუბარია მხოლოდ იზოლირებულ შემთხვევებზე. შესაბამისად, ყველა ბრალდება იქნა გაბათილებული, რასაც აყენებდა ამ არჩევნებთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიცია. შესაბამისად, ეუთოოდირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მარტივი ჭეშმარიტება, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები წარმატებით შედგა. შესაბამისად, კიდევ უფრო დამძიმდა ემოციური ფონი ოპოზიციაში, ასევე კიდევ უფრო მეტად დაუმძიმდა ემოციური ფონი ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და მისტერიულ ფონზე გუშინ საინტერესო დისკუსია შედგა. ჰქონდა სერიოზული მსჯელობა არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით და რეალურად შეკრება ოპოზიციური სპექტრი და NGO-ები სალომე ზურაბიშვილმა სწორედ იმ განზრახვით, რომ მას გუშინ უნდა დაენიშნა საპარლამენტო არჩევნები. მიზანი იყო ცხადი აჟიოტაჟის შექმნა. ხელახალი არჩევნები შეიძლება დაენიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ CSGO ან სასამართლო, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლო არჩევნების შედეგებს გააბათილებს. თქვენ იცით, რომ CSGO-მ შეაჯამა არჩევნების შედეგები, სასამართლოშიც განხილული იქნა ყველა საჩივარი და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა თავად სალომე ზურაბიშვილმა, ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, NGO-ებთან ერთად და საკონსტიტუციო სასამართლომაც დაადასტურა არჩევნების ლეგიტიმურობა. შესაბამისად, ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს ჩვენი კონსტიტუციის და კანონმდებლობის თანახმად. რაც შეეხება მორიგი არჩევნებს, მორიგი არჩევნები ინიშნება მას შემდეგ, რაც პარლამენტს ამოეწურება უფლებამოსილების 4-წლიანი ვადა. ცხადია, რომ ეს საფუძველიც არ არსებობს და რიგარეშე არჩევნები კონსტიტუციის თანახმად ინიშნება ერთადერთ შემთხვევაში, როდესაც პარლამენტი ნდობას არ უცხადებს მთავრობის შემადგენლობას, როგორც მოგეხსენებათ პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა მთავრობის შემადგენლობას, შესაბამისად ეს მესამე საფუძველიც არ არის სახეზე. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის შესაბამისი გადაწყვეტილება, განცხადება იქნებოდა სრულიად კომიკური, რაც შვიანმა ურჩია სალომე ზურაბიშვილს ეს არ გაეკეთებინა. მან საბოლოო ჯამში ითხოვა ერთი დღე, დღეს 9 საათამდე და კიდევ აქვს მოსაფიქრებელი დრო ამისათვის. ნახოთ, ვინ გადაწონის, ვიღაც ჭკვიანი თუ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც არ არის ვიღაც ჭკვიანი.
სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით არსებობს კიდევ ერთი შეკითხვა. ამ შემთხვევაში, როგორც იცით, მთელი თვის განმავლობაში მაგალითად ბარიერ გადალახული ოპოზიციური პარტიები ამბობენ და იუწყებიან, რომ დღეს მათი თვალთახედვით სალომე ზურაბიშვილი, ანუ მოქმედი პრეზიდენტი არის ერთადერთი ფიგურა, ერთადერთი ლეგიტიმური ფიგურა და ასე გაგრძელდება მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე, ანუ მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა არის ხელახალი საპარლამენტო არჩევნები. თავად სალომე ზურაბიშვილსაც არაერთხელ უთქვამს, რომ იგი დარჩება თანამდებობაზე და გააგრძელებს საქართველოს პრეზიდენტის, ასე ვთქვათ, უფლებამოსილებების შესრულებას. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ 29 დეკემბერს უკვე იგეგმება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია, საინტერესოა რა მოხდება ასეთ შემთხვევაში. მაგალითად, დატოვებს თუ არა მოქმედი პრეზიდენტი რეზიდენციის შენობას, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ თუ კი სალომე ზურაბიშვილი უარს გამოთქვამს, ან უარს იტყვის მაგალითად რეზიდენციის დატოვებაზე, ან რაიმე ამგვარ ნაბიჯს გადადგავის შესაბამისად, ის გამოუტანს საკუთარ თავს განაჩენს პრემიერ-მინისტრის თქმით, რომელიც ფიქრობს, რომ ასეთი მოქმედებებით სალომე ზურაბიშვილი დაარღვევს სისხლის ამართლის კანონმდებლობას და შესაბამისად ახლა სწორედ მოქმედი პრეზიდენტის გადასაწყვეტია, როგორც პრემიერ-მინისტრი ამბობს, როგორ დაასრულებს ის მოღვაწეობას, ასე ვთქვათ, გისოსებს მიღმა თუ თავისუფლებაზე. ერთი კვირაც აღარ აქვს დარჩენილი საკუთარ თანამდებობაზე სალომე ზურაბიშვილს 29-ში მას მოუწევს თანამდებობის დატოვება, ნახოთ სად გააგრძელებს ის ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ. მე მგონია, რომ ასე ყოფა გონიერება იმისათვის, რომ არ დაარღვევოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ასე იყოფა გონიერება იმისათვის, რომ არ დაარღვევოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმები. იმ შემთხვევაში თეორიულად რო წარმოვიდგინოთ იგივე სცენარი, რაც განვითარდა თავის დროზე მილიას დაკავების შემთხვევაში, რომ წარმოვიდგინოთ, რომ ის გამაგრდა პრეზიდენტის რეზიდენციაში, ამ შემთხვევაში ეს არის პირდაპირ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული. კიდევ ერთხელ გაიმერებ, რომ 72 წლის ქალის ციხეში გაშვება შეიძლება არ მოუნდეს არავის, მაგრამ ასეთი ქმედებით ის გაწირავს ყველა იმ ადამიანს, ვინც მასთან ერთად იქნება ასეთი სცენარის შემთხვევაში პრეზიდენტის რეზიდენციაში. მე კიდევ ერთხელ ვეთქვი, რომ სხვა სცენარს ვარაუდობ, მე მგონია, მას მაინც ეყოფა გონიერება იმისათვის, რომ არც თავად დაარღვევოს სისხლის სამართლის კოდექსი და არც ვინმე სხვას არ დაარღვევინოს ესეთი ნორმები, რომლებიც გაითვალისწინებს მათ მრავალწლიან პატიმრობას. ამ ეტაპისთვის საგარეო ველზე ვითარება კვლავინდებოდა და არის საკმაოდ მწვავე, მაგალითად ერთ-ერთი ბოლო კრიტიკული განცხადება ჩვენ ვნახეთ და ვიხილეთ რესპუბლიკელი კონგრესმენისგან ჯო ვილსონისგან, რომელიც წერდა, რომ ის ესაუბრა პრეზიდენტს გასული დღის განმავლობაში და მიიჩნევს, რომ ახალი არჩევნების დანიშვნა უნდა იყოს ამ შემთხვევაში გარდაუვალი. თუმცა, როგორც პრემიერ-მინისტრი ამბობს და იმეორებს, 20 იანვრიდან, ანუ იმ დროიდან, როდესაც არჩეული პრეზიდენტი ოფიციალურად დაიკავებს ადგილს თეთრ სახლში, საქართველოსთვის საგარეო ველზე ურთიერთობები თვისობრივად შეიცვლება. ერთ-ერთი პირველი არგუმენტი, რომელიც ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრს აქვს, ეს არის ეგრეთ წოდებული deep state-ის, ანუ ჩრდილოვანი მმართველობის დამარცხება, რომელიც არის, ასე ვთქვათ, დონალდ ტრამპის დეკლარირებულ პოზიციაში და სხვათა შორის ბევრი თანამდებობის პირი, რომლითაც კომპლექტდება დღეს დონალდ ტრამპის ახალი ადმინისტრაცია, სწორედ deep state-ის დამარცხებაზე საუბრობს. მაგალითისთვის შეგვიძლია გავიხსენოთ იგივე რობერტ კენედი, რომელიც მომავალში უნდა გახდეს ჯანდაცვის მინისტრი, ასევე ტულსი გაბერდი, რომელიც სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციას დაიკავებს, ასევე კეშ პატელი, რომელიც მოიაზრება FBI-ის ახალ დირექტორად და რომელიც ხშირად საუბრობს სწორედ deep state-ის დამარცხებაზე. ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ჩრდილოვანი მმართველობა დამარცხდება ამერიკაშიც და ვერ გაიმარჯვებს ვერც საქართველოში. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი მთავარი პირობა საიმისოდ, რომ 20 იანვრიდან, ანუ ახალი წლიდან მოქმედი მთავრობა დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების თვისობრივ გადატვირთვას ელის. Deep state-ი არ ჩერდება. თუმცა მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ხელისუფლება ბოლომდე მიიყვანს დაწყებულ საქმეს და არა მხოლოდ სახელმწიფოს დაიცავს, არამედ სისტემასაც ბოლომდე გაწმენს აქაური deep state-ის არჩენებისგან. ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობა ქართული სახელმწიფოს წინაშე და ჩვენი საზოგადოების წინაშე. თავარი არის, რას გააკეთებს დონალდ ტრამპი. დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი მიზანია ამერიკის შეერთებული შტატების სტრუქტურების გათავისუფლება deep state-ისგან, ყველანაირი ნარჩენისგან. თუ ამას გააკეთებს, ამ
შემთხვევაში ეს პირდაპირ აისახება დადებითად საქართველოს ინტერესებზე და ასეთ პირობებში გაჯანსაღდება ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. შესაბამისად, თავარია ის თუ რას გააკეთებს დონალდ ტრამპი და არა ის თუ რას გააკეთებს რომელიმე კონკრეტული სხვა პოლიტიკოსი. დონალდ ტრამპი კი პრეზიდენტის თანამდებობას ოფიციალურად 20 იანვრიდან დაიკავებს. ახლა მიდის ამერიკის შეერთებულ შტატებში თქვარი გადაბარების პროცესი, რომელიც დასრულდება 20 იანვარს და 20 იანვრიდან უკვე ახალი არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის მომენტიდან მმართველობის სადავეები გადავა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ხელში. მადლობა სალომე ქოქიაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.